მე-19 საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ეკონომიკა ჯერ კიდევ ძირითადად სავაჭრო და ხელოსნობაზე იყო დამყარებული. რუსეთ-ოსმალეთს შორის კონფლიქტებმა და იმპორტირებული საქონლის შეზღუდვამ გაზარდა მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე, მათ შორის შაქარზე. იმ წლებში შაქარი საქართველოში ძირითადად იმპორტირებული იყო, თუმცა იმპორტი აშკარად მცირდებოდა. სწორედ ამ პერიოდში გვხვდება ზუბალაშვილების გვარი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში. 1827 წლის დასაწყისში ქართველმა მეწარმემ იაკობ ზუბალაშვილმა მიიღო ნებართვა რუსეთის იმპერიის მთავრობისგან შაქრის საწარმოს ასაშენებლად. საწარმოს პირველი შენობა აშენდა თბილისში ვერაზე პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომელიც ახლა ღვინის ქარხნის ფუნქციას ეწევა. მოგვიანებით წარმოება მკუკიაზე გადაინაცვლა და დიდი წარმოების შესაძლებლობაც მიიღო. ქარხანა იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი, რომელიც გამოირჩეოდა დიდი გამომუშავების შესაძლებლობით. წლიურად დაახლოებით 600 ტონაზე მეტი შაქარი იწარმოებოდა. პროდუქცია შინ თუ გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და იყიდებოდა სპეციალურ შეფუთვაშის სახელით ქართული შაქარი. ქარხანამ 7-8 წელი იარსება, თუმცა რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო დაიხურა. იაკობ ზუბალაშვილის საქმიანობა არა მხოლოდ შაქრის წარმოებით შემოიფარგლებოდა. მისი ინიციატივით იმერეთში დაფუძნდა პირველი არყის სახდელი ქარხანა. ასევე პირველი იყო, ვინც საქართველოში ადგილობრივი გლეხებისგან შესყიდული ხორბლითა და ფქვილით დამზადებული პურით ვაჭრობდა, რომელიც მამასა და ძმებთან ერთად დაიწყო. როგორც გონიერი და ჭკვიანი კომერსანტი ზრუნავდა, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი სამრეწველო საწარმოები, სადაც ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებდა. იაკობ ზუბალაშვილი წურბელებითაც კი ვაჭრობდა. 1840-იანი წლებიდან მას თბილისში ავლაბარში ჰქონდა ცალკე ქარვასლა, რომელიც იყო 10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი.